მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არის პრინცესა დიანას ჰოროსკოპის ანალიზი. მოკლედ ხმათა უმრავლესობის შედეგად გადაწყდა, რომ გაკეთდება პრინცესა დიანას ჰოროსკოპის ანალიზი. ვეცდები, რომ საზოგადოების კითხვებს, პასუხი გავცე. ზოგადად რატომ მოხდა ის, რაც მოხდა მის ცხოვრებაში, რა კარმა ჰქონდა, რა ევალებოდა, ასევე მისი გარდაცვალების პერიოდში საერთოდ იყო თუ არა რა რაღაცა ეს ვთქვათ კარმული ხაზი და ვის შეიძლებოდა რომ ესთვის ეღალატა, ხო? აი ამას გავივლით ყველაფერს პირადი ჰოროსკოპის თვალსაზრისით და პლუს ამას ამავდროულად დავინახავთ იმასაც, რომ ეს ვთქვათ როგორ მუშაობს ასტროლოგია, ხო, როგორ მუშაობს ზოგადად კარმული ხაზი, რატო ხდება ის, რაც ხდება ადამიანების ცხოვრებაში, რა კონკრეტული გამოწვევები იყო, კარმული თვალსაზრისით მის ცხოვრებაში და გაართვა თუ არა თავი, ხო? და აი აქ ძალიან კარგად დავინახავთ ზოგადად მიზეზშედეგობრიობას ჩვენს ცხოვრებას შორის და ჩვენს კარმულ დანიშნულებას შორის, ესე ვთქვათ, როდესაც აქვს ყველაფერს თავისი რაციონალური ახსნა და რეალურად არ არსებობს უსამართლობა, ხო, როგორც ასეთი, კი ერთი ცხოვრების გადმოსახედიდან შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ რაღაცა უსამართლობა ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ ეს მისი ცხოვრება, მისი კარმული ანალიზი ყველანაირად კარგად აჩვენებს, თუ რა იყო რეალურად მისი გამოწვევა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რა მოეთხოვებოდა და საერთოდ გაართვა თუ არა თავი იმას, რაც მოეთხოვებოდა, ხო? დავიწყე პირველ რიგში იქიდან, რომ კარმულ ანალიზს ყოველთვის ვიწყებ ხოლმე პირველ რიგში ეს ვთქვათ ადამიანის ბავშვობიდან, ანუ წინა ინკარნაციიდან, ვინ იყო წინა ინკარნაციაში, ანუ რა გამოცდილებით მოვიდა სული და რა ევალებოდა ამ ინკარნაციაში. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ ყველა ადამიანი ვიბადებით რაღაცა გარკვეული, ამას მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ეხლაც გავემეორებ, რომ გარკვეული დისბალანსებით ვიბადებით. ეს დისბალანსები ნიშნავს რას? რომ ადამიანი, ანუ ჩვენ სულს აქვს რაღაცა კონკრეტული, ეს ვთქვათ, კარმა დაგროვებული წინა ინკარნაციიდან, რომელიც ერთის მხრივ, ანუ სამაგიეროს პრინციპით, ხო, ანუ მოქმედებს, ანუ რასაც დათეს იმას მოიმპი ამ პრინციპით მოქმედებს, ხოლო მეორეს მხრივ გვაიძულებს და გვავალდებულებს, რომ რაღაცა შევასრულოთ, რაღაცა ვისწავლოთ, ანუ რისთვისაც იბადება ჩვენი სული დედამიწაზე და არ აქვს ჩვენს სულს სხვა დანიშნულება, გარდა იმისა, რომ განვითარდეთ, ანუ ვისწავლოთ ის, რაც არ ვიცით. ანუ კარმაზე ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ არის აი ეს, რასაც დათესა, ამას მოიმკი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად მთავარი კარმა ადამიანის ცხოვრებაში რაც არის, ეს არის ის, რაც არ გვისწავლია, რაც არ ვიცით და შესაბამისად თითოეულ ადამიანს ევალება, რომ კარმული თვალსაზრისით, ანუ ისწავლოს ის რაც არის ის, ხო? ანუ შესაბამისად, ანუ კარმული მისია ყველა ადამიანს აქვს ის, რაც მრავალი ცხოვრების მანძილზე ის სფერო, რომელიც მის სულს არ გამოუცდია, არ ვიცით და შესაბამისად ეს არის მთელი, ეს ვთქვათ, დავიდარება, ხო? აი სირთულეების მიზეზი, ეს არის მიზეზი იმისი, რომ რაღაცა ის ვთქვათ, ჩვენთვის უსიამოვნო ფაქტები ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ანუ გვაიძულებს მუდმივად, სისტემატიურად, რომ შეგვასრულებინოს ის და წაგვიყვანოს იმ გზით, რა გზაც ჩვენმა სულმა არ იცის, იმიტომ რომ ჩვენი დაბადების პრინციპი არის განვითარება. ან თუ ადამიანი არ მიდის ამ გზით, რა გზას ევალება, ამ შემთხვევაში სამყარო მე უკვე აიძულებს, ხო? სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა ხერხებით, სხვადასხვა სირთულეებით, მაგრამ თუ ადამიანი თვითონ მიდის ამ გზით, ამ შემთხვევაში ეს იძულება და ეს სირთულეები უკვე აღარ არის სასაჭირო, საღამოშტებისა, მოგესალმებით ყველას, ვინც მეყურებთ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ დიანას ბავშვობიდან, ანუ და მე ეს ვთქვათ, გასაგები გახდება, რატო ვიწყებ უშუალოდ ბავშვობიდან ანალიზს. იმიტომ რომ ბავშვობა არის ჩვენი პირველი კარმული გაჩერება და აქ დავიწყოთ მოკლედ დიანას შემთხვევაში, დიანას ჰოროსკოპის რექტიფიკაცია მე გავაკეთე, გამოთვალე მის დაბადების საათი და აქედან გამომდინარე გთავაზობთ ანუ მთლიან ჰოროსკოპის ანალიზს. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ დიანას დედა თვითონ რამდენადაც მე მიჩვენებს, ხო, რა თქმა უნდა, მე შეგვიძლია რომ მოვიძიოთ, ვინც არის მისი ცხოვრების რაღაც მკვლევარები, არიან ადამიანები, ვინც დაინტერესებულები არიან და ანუ მსგავსი ფაქტები მოკლედ შეუძლიათ დააკავშირონ მე მიზეზშედეგობრივად. ნუ მე პირველ რიგში ვნახე ის, რომ მაინტერესებდა დიანას თვითონ დედა ხო არ გარდაეცვალა ცოტა უფრო პატარაობაში, ადრეულ ასაკში, იმიტომ რომ დედის მხრიდან აბსოლუტური სიცივი არის, ანუ ეს ადამიანი არის გაზრდილი ისეთ მოცემულობაში, რომელიც მოცემულობაც გულისხმობს პირადი უსაფრთხოების რღვევას, რომელიც
მოცემულობაც ასევე გულისხმობს თავისუფლების შეზღუდვას და ამავდროულად დედა ყავდა საკმაოდ ცივი, საკმაოდ შეიძლება ითქვას ბრაზიანიც, ანუ ესე ვთქვათ უპირობო სიყვარული მის ბავშვობაში ანუ არ იყო გამოხატული დედის მხრიდან, საკმაოდ ცივი დამოკიდებულება და ანუ მისი ემოციები ამ დედისგან ემოციური თვალსაზრისით ეს ადამიანი იყო ძალიან დაზიანებული. იმიტომ რომ ვერ მიიღო საკმარისი სითბო, საკმარისი სიყვარული, ანუ ყველაფერი მის ბავშვობაში იყო პირობიანი, ანუ თუ რაღაცა შეასრულებდა, ამ შემთხვევაში მიიღებდა სიყვარულს, თუ რაღაცას ვერ შეასრულებდა, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებდა ხო სიყვარულს, ანუ უპირობო სიყვარულის მომენტი არ არის გამოხატული, ხო, ანუ ბავშვი თვითონ ბავშვობაში ფიქრობდა, რომ სიყვარული არ იყო უპირობო და უნდა დაგემსახურებინო, ხო, აქედან გამომდინარე ამ ადამიანს დაერღვა პირადი უსაფრთხოების ღერძი, აქ ჩვენ უსაფრთხოების ღერძი გვაქვს ორნაირი, ანუ ეს არის სოციალური უსაფრთხოება, ანუ კარიერა ადამიანის, ხოლო მეორე არის პირადი უსაფრთხოება, რომელიც არის ოჯახი და ანუ სოციალურმა კარიერამ რო უარყოს, ეს ოჯახი მაინც შენიანია და ეს თქვათ, ანუ მიგიღებს ისეთი როგორიც ხარ, ხო? შესაბამისად ეს პირადი უსაფრთხოების მოცემულობა არ არის მის ბავშვობის ჰოროსკოპში გამოხატული. პირიქით ყველაფერი პირობიანია, აბსოლუტურად ცივია, შეიძლება აღმზრდელები ყავდა, ვინებზეც ჩაბარებული იყო თვითონ დიანა, იმიტომ რომ სამეფო გვარის შთამომავალი იყო. აქედან გამომდინარე საკმაოდ ესე ვთქვათ ცივ გარემოში არის აღზრდილი, საკმაოდ ისეთ გარემოში, სადაც თითქოს რაღაც თავის ადგილს ვერ პოულობს და ამ ადამიანს ჰქონდა ემოციური, ანუ უსიყვარულობის ტრაუმა პატარაობიდანვე, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ხო? რაც შეეხება მამას, მამასთან დაკავშირებით მამა ჰარმონიულია, მამას ავარაუდოდ ძალიან უყვარდა, რასაც ვერ ვიტყვით დედაზე და მამის ხაზი ზოგადად უფრო ისეთია რა, ანუ რბილი არის, მამასთან შეიძლება რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ქონოდა, მაგრამ ბავშვობაში მაინც მამის ჩართულობაც არ არის აღმზრდელობით პროცესში, ანუ უფრო რაღაცა შორეულია, უფრო ავტორიტეტია და ასევე არც დედის, ხო? სულ არის რაღაცა წესები და სულ არის რაღაცა პირობები, რაც უნდა შეესრულებინა ამ ადამიანს. ეხლა რატო ხდებოდა ეს საერთოდ რა შუაშია, ხო? ამაზე, ანუ ბავშვობაზე საუბარი კარმულ ანალიზთან. ბავშვობა და ოჯახი არის ადამიანის პირველი კარმული გაჩერება და ეს გარემო ზოგადად გვაიძულებს, რომ წავიდეთ იმ კარმული გზით, კარმული გზით ადამიანი არის მოსული, პირველ რიგში ერთის მხრივ გვაიძულებს, რომ წავიდეთ იმ გზით, რა გზით სიარულის გვევალება, მეორეს მხრივ სამაგიეროს, ბრჭყალებში სამაგიეროს გვიხდის ოჯახი და ბავშვობა, განსაკუთრებით 18 წლამდე პერიოდი, ყველაფერთვის ადამიანმა წინა ინკარნაციაში რაც ააშენა, ხო, ეს იქნება, ანუ კარგით, ცუდით, აბსოლუტურად ყველაფრის, ესე ვთქვათ, სამაგიეროს გვიხდის და ამავდროულად ამ სამაგიეროს გადახდის პროცესში გვაიძულებს, რომ წავიდეთ იმ გზით, რა გზით სიარულის გვევალება. არც ერთი ადამიანი აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მიდის თავიდანვე იმ გზით, რა გზით სიარულს ევალება, ხო? ყველა ადამიანი, როცა ვიბადებით, ვიწყებთ იგივეს კეთებას, რასაც ვაკეთებთ წინა ინკარნაციაში, წინა ცხოვრებაში, იმიტომ რომ ინერტულად მიჩვეულები ვართ ჩვენ ისევ იგივეს კეთებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამის გამო მე ვისჯებით, ხო? და გვეუბნება, რომ ანუ შენ ახლა უნდა იყო ვიღაცა სხვა ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მაგალითად ადამიანს თუ ქონდა რაღაცა კონკრეტული ღირებულებები წინა ინკარნაციაში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორულ ურთიერთობებში იქნებოდა ნათესავებთან ურთიერთობებში თუ რაშიც არ უნდა ყოფილიყო. ამ ღირებულებების ცვლილებას ითხოვს, ხო? განვითარებას, მეორე მხრის დამუშავებას და ადამიანი როცა ეწინააღმდეგება თავის კარმას, ანუ იმ გზას, რომელი გზის სასწავლებლადაც არის მოსული ამ ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში უკვე გამოდის, რომ ადამიანი ზოგადად თავისი დაბადების, თავისი არსებობის პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში, არ მიყვება იმ საფეხურებს, რომელ საფეხურებსაც უნდა მიყვებოდეს კარმულად და შესაბამისად აქ მოდის უკვე სირთულეები ადამიანის ცხოვრებაში და რაც უფრო მეტად აპროტესტებს იმას, რაც ევალება და არასრულებს და ეწინააღმდეგება, ეს იძულებას თუ არ შველის, ადამიანის ამ შემთხვევაში ეს გამოცდილებები, ანუ კარმული იძულება უფრო და უფრო მწვავდება და მანამ გამწვავდება, სანამ ადამიანს არ აიძულებს, რომ შეასრულოს, ხო? ბავშვობა და ზოგადად ბავშვობაში განვითარებული მოვლენები ყველა ადამიანს გვაიძულებს რომ წავიდეთ, ხო? ამით შესაბამისად არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აქვს ბავშვობის სტრესი, არ არსებობს ეხლა ვიღაცას ყველანი ვარ ჩვენ ინდივიდუალურები, ხო? ვიღაცისთვის რაღაცაა სტრესი, ვიღაცისთვის რაღაცაა სტრესი, მაგრამ საბოლოო ჯამში სტრესი აქვს ყველა ადამიანს და ძალიან ესე სახალისო არის ხოლმე, როდესაც ადამიანებს ვეკითხები, ხო? აი რაღაცა ეს მოხდა ბავშვობაში ეს და რამოდენიმე შემთხვევა იყო, როცა
რაღაცა მიმალავდნენ, რომ ეგრე არ მოხდაო და მე რო აქ სხვანაირი დიალოგი წავიდა, იმიტომ რომ ესეთ დროს, როცა ადამიანი კონსტიტუციაზე მოდის და ანუ ცდილობს რომ მე მომატყუოს რაღაც, ხო, ანუ ჩემს არ აქვს მაგას მნიშვნელობა, არანაირი პრობლემა არ არის, ეგ არ ჩემს შეფასებაზე არ ახდენს გავლენას, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ, ანუ არ მკითხაობ და რაღაცების გარწყმაზე არა ვარ, როცა ადამიანს ვეუბნები რაღაცას ზუსტად ვიცი რასაც ვეუბნები, ეს არის უბრალოდ თვითონ ამ ადამიანების დახარჯული დრო და ენერგია და ფული და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა უმჯობესია რომ როცა ვინც ჰოროსკოპის ზოგადად ანალიზს გადაწყვეტ, პირველ რიგში იყოს გულწრფელი, იმიტომ რომ ამას თქვენ თავის ვაკეთებთ, თორე ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე უბრალოდ გაგითიშავთ 1 საათში და ეს იქნება რაღაც მემახსოვრება 2 დღეში. ანუ თქვენ ტყუილად ნუ დახარჯავთ ენერგიას ის ადამიანები, რომლებიც არ ახართ მზად, რომ მიიღოთ თუნდაც აი ეს რაღაცა მწარე რეალობა, ხო? და აი მაგალითად თავს იტყუებთ, რომ რაღაცები იყო ანუ სხვანაირად, ხო? ანუ ადამიანი მიდრეკილია, რომ გადააკეთოს, ანუ ზოგადად თავისი ცხოვრების მოვლენები, ხო? თუ მაგალითად ძალიან სტრესული არის, რაღაცა შეიძლება გადააკეთოს, ანუ თავის მეხსიერებაში მოკლედ შეცვალოს რაღაცები, ну ეს რეალურად საშიში არის და ამას ახლა არ გავყვები რამდენად საშიში არის, ანუ მსგავსი დამოკიდებულება მოგონებების მიმართ, მაგრამ ну ნებისმიერ შემთხვევაში მოკლედ აი ეს პრობლემა არის. დიანაც მოკლედ დედისგან აი ეს მიტოვებულის განცდა აქვს, მიტოვებულის განცდა ქონდა ყოველთვის, აი რაღაცა მარტოობის განცდა მიტოვებულის და რაღაცნაირად მსხვერპლის როლში იყო. ანუ ყოველ შემთხვევაში თავის თავში ესე აღიქვაოდა საკუთარ თავს, რომ ის იყო მსხვერპლი, აი ამ ოჯახური რაღაცა ეს ვთქვათ გენეტიკური შტოსი, ამ პასუხისმგებლობების, ვალდებულებების და რატომ მოხდა ახლა ეს რაც იყო, მოკლედ დიანა წინა ინკარნაციაში, ან დიანას კარმა რაც არის ზოგადად, რასაც წარმოადგენდა წინა ინკარნაციაში, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო მთლიანად ეს ვთქვათ გაიგივებული ჰქონდა საკუთარ თავის საზოგადოებასთან, ძალიან აინტერესებდა ხალხის აზრი, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ინოვაციური, მეგობრული და ყველა ადამიანში ხედავდა რაღაცა საერთოს, ხო? რაღაცა ესე ვთქვათ იმ საწყის, რომელიც საწყისიც ყველა ადამიანს გვაქვს ერთი. აი მაგალითად გვაქვს სული ყველას, ხო? შესაბამისად აი ამას ხედავდა და თანასწორად თვლიდა აბსოლუტურად ყველა ადამიანის ეს ვთქვათ გვერდით თავს და არ თვლიდა რომ ვინმეზე მეტი იყო და ვინმეზე ნაკლები იყო. ხო, ну ეს წინა ინკარნაციის ფსიქოტიპზე ვსაუბრობ, რომელიც რა თქმა უნდა ეხლაც იგივენაირი იბადება ადამიანი. რაც შეეხება ასევე წინა ინკარნაცია ძალიან იყო გადაყოლილი მეგობრებზე, თვლიდა რომ მეგობრები ავსებდნენ ამ ადამიანს და მეგობრები ზოგადად აძლიერებდნენ, ანუ სოციუმი სოციალურად რაც უფრო აქტიური იქნებოდა, მით უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს და აქედან გამომდინარე, მოკლედ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ყავდა ძალიან ბევრი მეგობრები, ძალიან ბევრი ეს ვთქვათ გარშემომყოფები და ზოგადად მარტო ყოფნა არ შეეძლო. ასევე ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო მთლიანად აი სივგონებაზე და ორიენტირებული ადამიანი, ანუ რაციონალური იყო და ამ დასკვნამდე იყო რაციონალურობით მისული, ხო, აი რაღაცა მეცნიერებით. სავარაუდოდ დიანა წინა ინკარნაციაში იყო მედიცინის სფეროში, ანუ მედიცინასთან დაკავშირებით, სადაც აქვს საკმაოდ ცოტა ნეგატიური კარმა დათესილი და ეს შეიძლება იყოს ასევე ბავშვთა მედიცინა. რაც შეეხება ახლა დანარჩენ მოცემულობას, წინა ინკარნაციაში დიანას თავისი შვილები არ ყავდა და ზოგადად სისხლით ნათესაობა, ოჯახური გენეტიკური ერთობა და ასე შემდეგ, მის შემთხვევაში, ანუ ეს არ იყო პრიორიტეტი, თვლიდა, რომ ადამიანები ვართ ყველანი თანასწორები და თუ მაგალითად მე დავიბადე რაღაცა ისეთ გარემოში, ისეთ ოჯახში, რომელიც არ მომწონს, მე შემიძლია ავრჩიო ადამიანები, რომლებიც გახდებიან ჩემი ოჯახი, ხო? და დაახლოებით აი ამ მიდგომით ცხოვრობდა დიანა, როდესაც ანუ სისხლით ნათესაობა მისთვის არ იყო პრიორიტეტი, აი ეს გენეტიკური შტო და რაღაცა არ იყო მისთვის პრიორიტეტი, მთელი ცხოვრება მიუძღვნა მეგობრული ურთიერთობების აშენებას, იმ ადამიანებთან ურთიერთობების აშენებას, რომლებიც თვითონ აირჩია, ანუ თავის მეგობრებთან და ზოგადად ნათესაური კავშირები მისთვის ანუ ამას ფასი არ ქონდა და ნათესაურ კავშირებს მისთვის, რაც ძალიან ხშირად, ესე ვთქვათ, იწვევს ხოლმე მე გაუცხოვებას, ხო, ამ ცხოვრებაშიც. თავისი შვილები არ ყავდა და მთელი ცხოვრება მიუძღვნა დიანამ წინა ცხოვრებაში სხვისი შვილების აღზრდას. აქედან გამომდინარე ეს ადამიანი თვლიდა და ამ ადამიანის ღირებულება და მიდგომა ზოგადად ეგეთი იყო, რომ არსებობს დედამიწაზე ძალიან ბევრი უპატრონო ბავშვი
და რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ანუ გავაჩენ თუ არ გავაჩენ, ანუ მაინც მოკლედ ყველა ბავშვი ბავშვია და გავაძერდი სხვის შვილებს და ანუ ესე გაზარდა წინა ცხოვრებაში დიანამ სხვის შვილები, თავის შვილებზე უარი თქვა, აქ სხვადასხვა არის ცოტათი ნეგატიური კარმა და დათესილი ამ შვილებთან დაკავშირებით შეიძლება არ ვიცი მიატოვა წინა ცხოვრებაში თავისი შვილი, შეიძლება უბრალოდ უარი თქვა და რაღაც მოიშორა და შემდეგ რა, რაღაცა მოკლედ ცოდვა აქვს ამასთან დაკავშირებით შვილების ღერძზე. ამავდროულად არ ქონდა ამ ადამიანს ინდივიდუალიზმი გამოვლენილი, რომ აი მე ვარ, ხო, ანუ ყველას რადგან თვლიდა თანასწორად, ანუ ვერ იტანდა ზოგადად გამოვლენას იმისი, რომ ვიღაცაზე მეტია, ხო, თუნდაც სოციალური სტანდარტი და ჩვენ ვიცით კიდევაც, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან უშუალო და მეგობრული, ხო, ანუ დიანასგან ვერ დაინახავდნენ რაღაცა ვიღაცას თავი წაამეტა, ან რამე მსგავს პირიქით მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ყველასთან ურთიერთობაში ყოფილიყო თანასწორი. აქედან გამომდინარე, მოკლედ წინა ინკარნაციაში აქ აი ეს თქვა ცივი დამოკიდებულება მოკლედ გამოყოლილი ჰქონდა ეხლაც ამ ინკარნაციაში ოჯახის წევრებთან და ანუ ბავშვობაში არსებული მოკლედ აი ეს რაღაცა დედის სიცივე, ბავშვობაში არსებული მოკლედ უსიყვარულობა, ანუ მარტოობის შეგრძნება, მიტოვებულის განცდა, მთლიანად ემსახურებოდა იმას, რომ სამყარო ეუბნებოდა, რომ რაც არ აგიშენები არც არის, ხო? აი ეს უსიყვარულობა, აი ეს რაღაცა შენი ოჯახის და შენი გვარის, ესე ვთქვათ, ზერელი დამოკიდებულება და კარმულად რეალურად დაიბადა აბსოლუტ ანტაგონისტში, იმიტომ რომ კარმულად ჩვენ გვევალება რა, რომ ანუ აქეთ მხარეს, ანუ დისბალანსი ქონდა სად, ანუ სოციუმის მხარეს, ანუ მე არაფრით გამორჩეული არა ვარ, ეს იყო ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ არაფრით გამორჩეული არ იყო და ყველასთან სწორი იყო აბსოლუტურად, აიგივებდა თავს ყველასთან, ანუ ინდივიდუალიზმი როგორც პირადად მე გამოკვეთილი არ ქონდა. ამავდროულად შვილების თვალსაზრისით თვლიდა, რომ სხვის შვილებს ანუ უპატრონო ბავშვებს მაგალითად თუ მოუვლიდა, ესეც საქმე იყო და აუცილებელი არ იყო თავის შვილების გაჩენა, ამავდროულად თავისუფლება, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი თავისუფლების მოთხოვნილება, იმიტომ რომ წინა ინკარნაციაში მთელი ცხოვრება მიუძღვნა მან საკუთარ თავისუფლებას, მუშაობას, მატერიალური რესურსების აშენებას, ფინანსური თვალსაზრისით რაღაცა წინსვლას, ხო? და ანუ ეს მიღმიერი რაც იყო, ეს გრძნობების საკითხი, ანუ მის შემთხვევაში არ იყო საერთოდ რა პრიორიტეტი წინა ცხოვრებაში, ანუ გრძნობებით არ მოქმედებდა რა, ანუ უფრო მოქმედებდა ცივი გონებით და შესაბამისად რელიგიურიც არ იყო, ანუ რელიგიური თვალსაზრისით აქ გამოკვეთილი არის წინა ცხოვრებაში ათეიზმი, რომელიც გულისხმობს რას, რომ ანუ რასაც ჯერად რასაც ვეხები, რასაც აქვს რაციონალური ახსნა, ანუ ამისი ჯერ ამას ვეხები და რასაც არ აქვს რაციონალური ახსნა, ეს არ მაინტერესებს, ანუ მიღმიანი. შესაბამისად აქ არის სიყვარულის თვალსაზრისითაც, ანუ წინა ინკარნაციაში ამ ადამიანს არ განუცდეს სიყვარული და ზოგადად სიყვარული მისთვის იყო თემა, რომელიც მაინც და მაინც ანუ ვერ იგებდა, ანუ რაციონალური ახსნაც არ ჰქონდა, ვერ იგებდა. ეს ახლა ეს კარგია თუ ცუდია? ეს არც კარგი არ არის და არც ცუდი არ არის. ეს არის უბრალოდ ხმა, ესე ვთქვათ, ეს არის უბრალოდ მოცემულობა, რომელიც მაქსიმალურად მოკლედ მეგობრებო არის მის ჩემი ხმა, მაინტერესებს თუ შეიძლება რომ დამიწეროთ ისმის თუ არა ჩემი ხმა. იმიტომ რომ აქ მიწერენ რომ არის მისო ხმა. მაინტერესებს თუ ისმის ჩემი ხმა. თუ ისმის ხმა დამიწერეთ თუ შეიძლება კომენტარებში. აქედან მე მგონი ყველაფერი ჩართული მაქვს. ხო, რაც შეეხება ახლა დანარჩენ მოცემულობას, მოკლედ დავუბრუნდები ისევ, ეს არის მოცემულობა, რომელი მოცემულებაც ანუ მთლიანად ესე ვთქვათ არის ათეიზმი ადამიანის, ეს არც კარგი არ არის, არც ცუდი არ არის, ანუ ამას ვამბობდი, რაც ნიშნავს იმას და გულისხმობ იმას, რომ ეს არის ერთი მხარე, რომელიც უბრალოდ სულმა დაამუშავა და მეორე მხარე, რომელიც ევალებოდა, რომ დაემუშავებინა და ესეთი მოცემულობის ადამიანი დაიბადა გარემოში, სადაც სიყვარული არ იყო უპირობო, იმიტომ რომ წინა ინკარნაციაში არ აუშენები არანაირი სიყვარული, იქ იყო მხოლოდ ცივი გონება, მატერიალიზმი, ანუ ექიმის, ესე ვთქვათ, მიდგომა, ხო, ექიმის დამოკიდებულება, რომ ანუ რასაც ვეხები და ვხედავ, რასაც შემიძლია რომ მიკროსკოპში ჩავხედო, ამისი მჯერა და რასაც ვერ ვეხები და რასაც ვერ ვხედავ, ამას მოკლედ ამისი არ მჯერა, ხო? ან დაახლოებით აი ეს მოცემულობა იყო მოკლედ დიანას შემთხვევაში, აქედან გამომდინარე
ძალიან მნიშვნელოვანი არის აქაც გავითვალისწინოთ ის, რომ ანუ მიზეშედეგობრივად, ანუ არაუშენები ადამიანს აი ეს უპირობო სიყვარული, აი ეს რაღაცა ერთობა და ამ შემდეგ დედა-შვილური ურთიერთობები და დედა შეხვდა ესეთი, ანუ ისეთ გარემოში დაიბადა, სადაც დედაც ისეთი შეხვდა, როგორც იყო თვითონ. ხოლო მეორეს მხრივ დაიბადა ასევე ისეთ გარემოში, რომელიც გარემოც მისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი წინაინკარნაციული ფსიქოტიპიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ ყველა, ანუ არავინ არ ვიწყებთ იგივეს კეთებას, რასაც ანუ იმის კეთებას, რაც გვევალება, როცა ვიბადებით. ყველანი ვიწყებთ იგივეს კეთებას, რასაც წინა ცხოვრებაში ვაკეთებდით და შესაბამისად აი აქაც ეს ვთქვათ, თავისთავად არც დიანა არ ყოფილა გამონაკლისი, დაიბადა საგვარეულო ოჯახში, ანუ იმდენად, რამდენადაც წინა ცხოვრებებში არ აინტერესებდა ეს საგვარეულო საკითხები და არ თვლიდა თავს ვალდებულად, რომ რაღაცა საკუთარი საგვარეულოსი ან რაღაცა შტოს ხაზი გაეგრძელებინა, ან მათი საქმე გაეგრძელებინა, იმდენად ამ ინკარნაციაში დაიბადა იმ ხელაუკიდურესობით, ანუ დიდგვაროვანთა ოჯახში, რომელიც ავალდებულებდა რაღაცა კონკრეტული საკითხების შესრულებას, რომელიც ავალდებულებდა რაღაცა კონკრეტული საკითხების ესე ვთქვათ მიყოლას და არ ეძლევდა მას ეს გვარიშვილობა და აი ეს გარემო იმის საშუალებას, რომ თავისუფლად ეცხოვრა, ხო? თავისუფლება იზღუდებოდა. ანუ რამდენადაც გადაიხარა თავისუფლებისკენ, სხვისი შვილებისკენ, მატერიალიზმისკენ, რაციონალური გონებისკენ, ათეიზმისკენ, იმდენად ამ ინკარნაციაში დაიბადა ისეთ გარემოში, სადაც არანაირი თავისუფლება არ ჰქონდა. პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიანას კარმა მიუთითებს ერთგვარ, ესე ვთქვათ, ისეთ მოცემულობაზე, რომელი მოცემულობაც არის, ანუ მსხვერპლი, ანუ საგვარეულოს რაღაცა ხაზს, ხო, რაღაცა ეს ვთქვათ, საკუთარ გენეტიკას თითქოს შენი ცხოვრება უნდა შესწირო და შენი თავისუფლება უნდა შესწირო და პატარაობიდანვე ეს ადამიანი გაიზარდა აბსოლუტური კონტროლის ქვეშ, არანაირი თავისუფლება არ ჰქონდა, თავისუფლება მთლიანად ეზღუდებოდა. და ამ ინკარნაციაში ევალებოდა, რომ ყოლოდა თავისი შვილები, რომ საკუთარი სისხლით ნათესავებთან და მშობლებთან დაელაგებინა ურთიერთობები, რომ გაყოლოდა გენეტიკურ ხაზს და ანუ საგვარეულოს გამო თუნდაც თავისი თავისუფლება და თავისი პირადი ცხოვრება დაეთმო. აქედან გამომდინარე, ესეთი მოცემულობის ადამიანისთვის პირველად, აი განსაკუთრებით რა, ანუ კარმული იყო მისი პირველი შვილი და მას ევალებოდა, რომ თვითონ აღიზარდა ეს ბავშვი და ჩვენ ვიცით, რომ დიანა თვითონ ზრდიდა თავის შვილებს და რაღაცა თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა, აბსოლუტურად არ იყო სოციუმში აქტიური ხო, სანამ შვილები პატარები ყავდა. შესაბამისად, აქაც ახლა მე პარტნიორულ ურთიერთობებში, ანუ მოეთხოვებოდა, რომ ყოფილიყო ინდივიდუალიზმი, არ შეიძლებოდა მისთვის სხვისი შვილების მიმართ, ანუ ქველმოქმედება, არ იყო მაინც და მაინც ეს ვთქვათ რეკომენდირებული, იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში კარმული დისბალანსი ჰქონდა მაქეთ, ანუ დიანა მიდიოდა იმ გზით, რომელი გზით სიარულს არ შეიძლებოდა. და ბავშვობაში არსებული დედის ფსიქოტიპი მთლიანად იყო მისთვის მაჩვენებელი, რომ აი ნახე როგორი ცუდი არის, როცა რაღაცა უპირობო სიყვარული არ არის, ემოციური კავშირი არ არის და ყველაფერს ცივი გონების ქვეშ აყენებ, ხო? და სამყარო აქედანვე უცვლიდა მას ღირებულებას, რომ პირიქით, ანუ უპირობო სიყვარული მიეცა თავისი შვილებისთვის, ის რაც თვითონ არ ქონია ბავშვობაში და ამით აიძულდა. მან რა თქმა უნდა ორი გზა ჰქონდა. ერთი გზა იყო ის, რომ ადამიანი ამბობს, რომ მე არ ქონია უპირობო სიყვარული, ეს არც არის პრობლემა და მეც ეგრე გავზრდი ჩემს შვილებს და მეორე გზა არის, რომ აი მე არ მქონდა და მაგალითად ჩემს შვილს მე სხვანაირად გავზრდი. ხო, ეს მეორე გზა მისთვის იყო სწორი გზა. აქედან გამომდინარე ძალიან ეს ვთქვათ მნიშვნელოვანი იყო, რომ უშუალოდ თვითონ უნდა აღეზარდა თავისი შვილები, თვითონ უნდა ყოფილიყო ჩართული აღმზრდელობით პროცესში და არა მაგალითად ძიძები და ასე შემდეგ, მაგრამ მას თავიდან ბოლომდე, ანუ მისი ღირებულებიდან გამომდინარე, მაინც იგივეს აკეთებდა, რასაც წინა ცხოვრებაში ეწეოდა ქველმოქმედებას სხვა ბავშვების მიმართ, უპატრონო ბავშვების მიმართ, რაც რეალურად ერთის მხრივ რო შეხედო, ანუ სიკეთია და კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში მას არ ჰქონდა კარმულად ამისი უფლება, არ შეიძლებოდა მისთვის ამისი კეთება და პირიქით, ანუ ისჯებოდა აი ამ თავისი, ესე ვთქვათ, კარმული გადახრის გამო, ხო? ანუ მაქსიმალურად ითხოვდა სამყარო მისგან, რომ მთელი თავისი ენერგია და მთელი თავისი რესურსები საკუთარი შვილების აღზრდაში
დაეხარჯა. შესაბამისად, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ხარჯავდა კიდევაც თავის შვილებში, ანუ ამ ესე ვთქვათ ენერგიას, მაგრამ სხვებთანაც რომ აი ამ ქველმოქმედებას რომ გასცემდა სხვის შვილების მიმართ, ეს მისთვის რეალურად კარმულად პრობლემა იყო, ხო? ანუ აქ კიდევ ვაწყდებით რას, რომ ანუ შეიძლება ადამიანი აკეთებდეს სიკეთეს, ანუ ერთ შეხვედრით გვერდიდან, მაგრამ მისთვის ეგ არ შეიძლებაოდეს და სხვა რაღაცა ევალებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აქაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ აი ეს თავისუფლება, ხო? ანუ მან ვერ მიიღო თავისთავად, ანუ იყო მუდმივი კონტროლი, იყო მუდმივი ესე ვთქვათ თავისუფლების შეზღუდვა, ხო? ან რაღაცა გვირგვინის გამო, ანუ უნდა შეეწირა საკუთარი თავი მსხვერპლად. რეალურად დიანას ესეთი კარმა ჰქონდა, რომ კი რაღაც მომენტში უნდა ყოფილიყო მსხვერპლი საკუთარი ოჯახის სახელისთვის, საკუთარი შვილების სახელისთვის, ანუ უფრო რაღაცა მაღალი ღირებულებები უნდა ქონოდა, მაგრამ დიანამ ეს ვერ შეასრულა, ზოგადად რთული არის ამ კარმის შესრულება, ანუ ჩვეულებრივი ან ისე იქნებოდა მსხვერპლი, ან ესე იქნებოდა მსხვერპლი, ანუ მას კარმულად სხვა არჩევანი არ ქონდა და აქედან გამომდინარე დიანამ ვერ შეასრულა ეს ვთქვათ მაგ თვალსაზრისით, ხო? ან შეიძლებოდა რომ ოკეი გაშორებოდა თავის მეუღლეს, ხო? მაგრამ ის რაც გააკეთა მან, რომ თავისუფალი ცხოვრება დაიწყო და საკუთარ თავს უფლება მისცა, რომ თავისუფლად ეცხოვრა, ამით კიდევ ერთხელ გადავარდა აი ამ თავისი წინა ინკარნაციის ფსიქოტიპში, ხო, რომელიც უკვე ეზღუდებოდა და რომელიც უკვე აღარ შეიძლებოდა და მისთვის იქნებოდა დამანგრეველი, ანუ თავისუფალი ცხოვრება, პირადი ცხოვრება, რაღაცა გაიგივება, ისე უნდა ცხოვრება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, როგორც ყველას, მაგრამ მისთვის უკვე აღარ შეიძლება, ანუ მისთვის რეალურად, აი ეს ყველაფერი ფულის, დიდებაც, აი ეს სამეფო ოჯახი, ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი ტვირთი, რომლისგანაც მუდმივად ცდილობდა გაქცევას, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გაიქცა, იმიტომ რომ კარმა სხვა რაღაცას ეუბნებოდა, ანუ პირიქით უნდა ნებისმიერ ფასად მან უნდა ეს ვთქვათ დაელაგებინა რა ეს სიტუაციები. შესაბამისად, აი ეს იყო მასთან ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც კი მან დატოვა ან თავისი შვილები და წავიდა სტუმრად, ხო, სადაც წავიდა, აი მან უკვე ეს ვთქვათ მისი კარმული ხაზი მთლიანად უკვე ამოქმედდა და მოხდა ის რაც მოხდა, ხო? ანუ ეს რეალურად ხდება იმიტომ რომ იყო აქ კარმული დისბალანსი და არა იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა ცუდი პერიოდი ჰქონდა, ხო? არა. და ძალიან ხშირად არის ხოლმე რა, კითხვები მოდის ხოლმე, როცა მეკითხებიან რომ ადამიანის აი გარდაცვალება ჩანს და ასე შემდეგ. ანუ აქ არის როგორი ესე ვთქვათ მაჩვენებელი ახლა ხო ასტროლოგიურად, ანუ გარდაცვალება და ეგეთი რაღაცები კი როგორ არის ჩანს, ანუ ჩვეულებრივად შეიძლება რომ გამოიცვალოს რომ ადამიანს მართლა ემუქრება საფრთხე, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში სიცოცხლე არის ჩვენი ენერგია, ხო? და შესაბამისად თუ ამ ენერგიას არასწორად ვიყენებთ, ამ შემთხვევაში ეს ენერგია გვაკლდება, ხო? ანუ და არასწორი გამოყენება სამყაროს მხრიდან რას ნიშნავს? იმას, როცა ადამიანი ეწინააღმდეგება და აპროტესტებს იმას, რაც კარმულად ევალება, არ მიყვება და ჯიუტად ცდილობს, რომ წინა ინკარნაციაში რაც ქონდა, იგივე ქონდეს ამ ინკარნაციაში, მაგრამ ამ ინკარნაციაში წინა ინკარნაციის ცხოვრება გვეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად შევასრულებთ იმ დისბალანსს, კარმულ დისბალანსს გავასწორებთ, რომელიც დისბალანსიც მოკლედ ყველა ადამიანს აქვს, ხო? დაბადებიდანვე, ამ შემთხვევაში ის რაც მანამდე დაბლოკილი იყო, ადამიანს ავტომატურად ეძლევა, მაგრამ თუ ამას არ ვასწორებ და თუ ამ გზით არ მივდივართ, ხო? ამ შემთხვევაში უკვე აზრი არ აქვს, ამ შემთხვევაში ან უკვე მოდის დაარტყმა, ადამიანის ენერგია იკლებს და მე უკვე შესაბამისად დაკლებული ენერგიით, რაც უფრო დიდი დოზით მივდივართ, იმ გზით, რომელი გზით სიარულიც გვევალება, ხო? მით უფრო მეტი ენერგია გვეძლევა და თუ პირიქით მივდივართ, მით უფრო გვიცოტავდება ენერგია. ამიტომ საბოლოო ჯამში ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა და ზოგადად ადამიანის სიცოცხლის ამბავი დამოკიდებული არის იმაზე, თვითონ თავის ენერგიას როგორ ანაწილებს და თავისი ცხოვრება როგორ მიყავს, ხო? ეს არის აი მაგალითად რთული პერიოდი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და არ ვიცი, გადაიტანოს ძალიან მარტივად, ან შეიძლება კარგი პერიოდი ჰქონდეს, მაგრამ მაინც რაღაცა ნეგატიური დაემართოს, ხო? ეს უკვე იმაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანი, ანუ როგორ მიყვება იმ გზას, რომელი გზაც მას არჩეული აქვს. თუ მაგალითად ადამიანი მიყვება ამ გზას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო
ნაკლები არის, ხო? აი ეს რაღაცა სირთულეები და რთული პერიოდებით საკმაოდ მარტივად გადააქვს, მაგრამ თუ ადამიანი არ მიყვება ამ გზას, ამ შემთხვევაში კარგ პერიოდშიც კი შეიძლება ცუდი რაღაც დაემართოს, ოღონდ ეს ცუდი რაღაც რეალურად ცუდი არ არის, ჩვენ აღვიქოთ ცუდად, იმიტომ რომ გვაიძულებს რომ ამ განვითარების გზით წავიდეთ, ხო? რაც ჩვენმა სულმა არ იცის ეგ გამოცდილება აიღოს. შესაბამისად ეს იძულება უკვე ჩვენ აღვიქოთ ამას ნეგატიურად, თორე ნეგატიური რეალურად ეს საერთოდ არ არის. უბრალოდ ჩვენ არ მოგწონს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რაც ქვია ის არ მოხდა რაც მე მინდა, ხო? ანუ დაახლოებით ეს არის. აქ რაც შეეხება ახლა მედიცინას, არის ეს ასევე ერთ-ერთი ვერსია, რომ ამ ადამიანს ესე ვთქვათ ექიმები არ დაეხმარნენ სათანადოდ, ან რაღაც ექიმის არაპროფესიონალიზმის შედეგი ის იყო ბრალი იყო. არის რეალურად ამისი შანსი, რომ ახლა არაპროფესიონალი ექიმი შეხვედროდა და ვერ გადაერჩინა ის, იმიტომ რომ მაგ თვალსაზრისით ცოტა ნეგატიური კარმა ჰქონდა და ესეთი კარმის მქონე ადამიანებს ხშირად ხვდებათ ხოლმე არაპროფესიონალი ექიმები, რომლებიც ან არასწორ დიაგნოზს უსვამენ, ან რაღაცა გადამწყვეტ მომენტში ისეთ ესე ვთქვათ შედეგს ვერ დებენ მკურნალობის და თავიანთი პროფესიონალიზმის როგორც საჭირო და როგორც მოეთხოვებათ, ხო? ასევე მეგობრებთან და დაკავშირებით, ანუ დიანას კარმა უკრძალავდა მეგობრების ყოლას, ანუ ესეთი მოცემულობის ადამიანებს არ ყავთ მეგობრები, არ ეძლევათ მეგობრები, ნამდვილი მეგობრები, ანუ ძირითადად თუ მაგალითად მეგობრებთან ძალიან ახლოს მივიდა, ძალიან რაღაცა გაუთანასწორა თავი, ხო? იმიტომ რომ ეუბნება რომ ინდივიდუალისტი იყავი, გამოავლე შენი თავი, მდიდრულად იცხოვრე, ეს ევალებოდა, ხო? მდიდრული ცხოვრება. ანუ იყავი მასებიდან გამორჩეული და მას არ უნდოდა რომ მასებიდან გამორჩეული ყოფილიყო, ის ამას აპროტესტებდა, მას უნდოდა რომ ყველასთანასწორი ყოფილიყო და ეს იყო მისთვის რეალურად მძიმე ტვირთი და სულ მიდიოდა, ამიტომ ამ ბავშვებთან, ჩვეულებრივ ხალხთან ეკონტაქტებოდა, ანუ ვერ ასრულებდა თავის მისიას, მისთვის ეს იყო ძალიან მძიმე ტვირთი, იმიტომ რომ ამას რეალურად შინაგანად არ განიცდიდა, რომ ის იყო ვინმეზე მეტი, ან ვინმეზე რამით გამორჩეული, ხო? და მეგობრებთან დაკავშირებით, ანუ ესეთი მოცემულობის ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე, ანუ მთავარი ღალატი ზოგადად არის მეგობრისგან, ანუ როგორც დიანას ჰქონდა ესეთი კარმის დროს და ამით სამყარო აიძულებს, რომ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ თავის სისხლის ნათესავებთან და მეგობრებს უზღუდავს, ან თუ ეყოლება მაგალითად ადამიანს მეგობარი, შეიძლება ეს მეგობარი იყოს, ესე ვთქვათ, ცოტათი არაკეთილსინდისიერი და უღალატოს, ხო? და აქედან გამომდინარე, ანუ კარმულად მის შემთხვევაში მეგობრები მას ენერგიას აცლიდნენ და მარტოობაში ეს ენერგიას იღდგენდა, მაგრამ ესე არ ეგონა, იმიტომ რომ წინა ინკარნაციაში პირიქით იყო ეს მეგობრები ენერგიას აძლევდნენ და ეგონა რომ ახლა ამ ინკარნაციაში მისცემდნენ ამ ენერგიას, მაგრამ ხდებოდა აქ მე პირადად ანუ ორი ვერსია მაქვს ამ ადამიანის გარდაცვალების. ერთი ვერსია არის ის, რომ მეგობარმა უღალატა და მეგობარმა გაუკეთა რეალურად რაც გაუკეთა, ან მეორე არის იმ პარტნიორმა თვითონ ვისთანაც იყო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ის რომელიმე თავის მეგობარს ენდო, არც ერთი მეგობარი მას არ ეყოლებოდა ნამდვილი, იმიტომ რომ კარმულად ეს ადამიანებს ესე მეგობრები არ ეძლევათ, ვისაც შეუძლიათ რომ დაეყრდნონ და რაღაცა თავიანთ საიდუმლო გაანდონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მოეთხოვებოდა მარტოობა, ინდივიდუალისტობა, ძალაუფლების ქონა, სახელის, დიდების, მაგრამ მან ამ ყველაფერზე უარი თქვა და მე უკვე მოხდა ის რაც მოხდა, ხო? ანუ კარმულ დარტყმას თქვათ, ანუ გაიყვანეს თამაშიდან, ანუ დედამიწიდან, იმიტომ რომ უკვე შეუძლებელი იყო ეს ბოიფრენდი ყავდა თუ ვინც ყავდა, მაგ ფაქტის შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო, ანუ დიანასთვის რომ წასულიყო იმ გზით და ის რაღაც თავის რეპუტაცია ისევ აღედგინა და აქედან გამომდინარე რეპუტაცია დაუვარდა უკვე შესაბამისად მისი ამბავის დასრულდა და პლუს ამას ანუ შვილებთან დაკავშირებით, ანუ მას შვილებთან, ანუ შვილების შეთავსებასაც თუ შევხედავთ, ხო, ქონდა სერიოზული გაუცხოვება შვილებთან, ანუ ზოგადად რაღაცნაირად ვერ აღიქვავდა, ანუ შეგრძნების დონეზე ანუ მოცემულობის ადამიანი ვერ აღიქვავს თავის შვილებს, ანუ ვერ გრძნობს აი ამ რაღაცა ემოციურ კავშირს, უჭირს ამ ემოციური კავშირის შეგრძნება და საბოლოო ჯამში ანუ დიანას შემთხვევაში ანუ მარტოობა, ხო და ჩვენ ვხედავთ კიდევაც მის ისტორიას თუ გადავხედავთ, რომ ძირითადად ის იყო მარტო.
და ეს იყო მისი კარმული ხაზი, რომ მარტოობაში იპოვა შენი თავი, მარტოობაში იყავი ბედნიერი, შენ თავს მიეცი, შენ თვითონ ყველაფერი, ანუ თვითმკმარი იყავი, არ უნდა გჭირდებოდეს სოციუმი და ვიღაცების დასტური და აღიარება იმისთვის, რომ იყო კარგი, მაგრამ დიანასთვის ეს ზამნიშნულოვანი იყო და წავიდა მაგზით, მაქეთ ეძებდა რეალურად შვებას, უნდოდა ამ ყველაფერთან გაქცევა და თავისი თავისუფლება, ხო? ანუ თავისუფლებას ეძებდა ის, რაც წინა ცხოვრებაში ჰქონდა და აი ამ თავისუფლების ძიებაში, ნუ საუბედრო დაასრულა ცუდად. ხო, აქედან გამომდინარე, ან ორი ვარიანტი იყო, ანუ მისი მოცემულებიდან გამომდინარე, მას უნდა შეეწირა მთელი თავისი ცხოვრება მსხვერპლად, რომ არანაირი აფიშირება და ესეთი ღია და პირადი ცხოვრება არ უნდა ჰქონდა და მხოლოდ შვილებისთვის უნდა მიეძღვნა ცხოვრება. ან კიდე ის უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა. შესაბამისად, ანუ დიდი არჩევანი არ ქონდა. საკმაოდ ძიმე კარმა აქვს, მაგრამ რეალურად თვითონ ეს ადამიანი, ხო? ანუ როგორც ფსიქოტიპი, იყო საკმაოდ ჯიუტი ადამიანი, არ არსებობდა რომ მას თავისი სიტყვა გადაეთქვა, ანუ სერიოზული სიჯიუტი არის გამოხატული, პლუს ამას კრიტიკული, რაციონალური მაგრამ ემოციური თვალსაზრისით, აი ეს ემოციების ეს ვთქვათ ნაკლებობა, რაღაცა სიყვარულის ნაკლებობა, მუდმივი შიმშილი, მუდმივი ძიება, ხო? ანუ აი ამ სიყვარულის რეალურად მას აი ეს ქვეცნობიერი პრობლემა ჰქონდა, რომელიც დედის გავლენიდან გამომდინარე მოდიოდა და ნუ ცდილობდა ალბათ რომ ამოენაძღაურებინა არც მეგობრებით, ამ ბავშვებთან ურთიერთობით, მე იმ პარტნიორით ვინც ყავდა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს არ მოხდა და სიყვარულს რაც შეეხება, ანუ სიყვარულის თვალსაზრისით, ანუ რო არ აინტერესებდა ეს წინა ინკარნაციაში ადამიანს, შესაძლოა არ აქვს აშენებული და აქედან გამომდინარე არც დახვდა, ხო? არც დახვდა აი ეს რაღაცა უპირობო სიყვარული, იმიტომ რომ ნახეთ რომ ჩვენ ღალატი იგემა და ესეც იყო რა, რომ ანუ რამდენსაც გასცემ სიყვარულს იმდენს მიიღებ, ხო? ანუ რეალურად სხვა გზა არ იყო, ან უნდა ეთმინა ეს მუდმივად, ან ის უნდა მომხდარიყო რაც მოხდა, ან მესამე ვარიანტი იყო, რომ მისი ცხოვრება იმერე სადღაც გამოისკრიდა ამ კარმა, შვილები თვითონ უნდა გაეზარდა მარტოს, პირადი ცხოვრება არ უნდა ქონოდა და ანუ ამ შემთხვევაში მე ალბათ სადღაც რაღაცა წლების მერე უკვე ეს აყირავებული სასწორი ხო, რაც არის ეს რაღაც ვარგადასული თავისუფლება წინა ინკარნაციიდან გამომდინარე გასწორდებოდა და მე უკვე მიეცემოდა ეს თავისუფლება რაღაცა დოზით, მაგრამ ნუ აქამდე სამწუხაროდ ვერ მივიდა და ნუ აქ არის ღალატი, ანუ მთლიანად მეგობრების მხრიდან, განსაკუთრებით ქალი მეგობრის მხრიდან, იქ ზოგადად ესეთი მოცემულობის ადამიანებს მეგობრები ყოველთვის ღალატობენ. არასოდეს არ ყავთ მათ ნამდვილი მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან მეგობრული ადამიანი იყო და თვითონ მართლა ნამდვილი მეგობარი იყო, მაგრამ მეგობრები არ ეძლეოდნენ, იმიტომ რომ ეს იყო ერთგვარი იძულება კარმის, რომ შენ იყავი მარტო, შენი შვილები ყავს, შენი ოჯახი ყავს და მეგობრები არ ყავს და არ უნდა ყოლოდა მას მეგობრები, მაგრამ ნუ ვერ გაძლო. და მაინც წავიდა მაგ გზით, ანუ საბოლოო ჯამში კეთილი ადამიანია. ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ისეთი შემოქმედებითი არის, ანუ აქ მოდა და ასე შემდეგ, ვიცით დიანას სტილი, ხო? ანუ მოდასთან დაკავშირებით საკმაოდ ესე ვთქვათ, გემოვნებიანად იცნობდა, რაც ეს იყო ქალწულის ასციდენტი იყო დიანა, ასევე მარსი პლუტონის შეერთება ქალწულში, აი ეს ქალწული იძლევა ზოგადად დახვეწილი გემოვნებას, ხო? ანუ არც ძალიან გადაჭარბებული და არც ძალიან პირიქით, ხო? ანუ თავისუფალი სტილი ეს ვთქვათ, მაგრამ აი ეს თავისუფალი სტილი და ზოგადად თავისუფლების წყურვილი დიანას ცხოვრებაში მაინც შეინიშნებოდა, ხო? ანუ წინა ინკარნაციაში რაც იყო, მაგრამ ამას დაყრდნობით უნდა აეშენებინა ის, რაც ვერ ააშენა და სამწუხაროდ მე უკვე დაასრულა ცუდად. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მაგისი გამოსწორება, ანუ რაც მაგან გააკეთა, ხო, ეს კარმული თვალსაზრისით, რაც ევალებოდა აბსოლუტ ანტაგონისტ პირიქით წავიდა და მე უკვე მოხდა ის, რაც მოხდა, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში, ანუ ის აღარ უნდა ყოლოდა ის პარტნიორი და აღარ უნდა ქონოდა ის რაღაცა მომენტი, რომ მოკლედ ვიღაცას მივენდობი და ასე შემდეგ რა, ანუ მაგ თვალსაზრისით აი იმ წელს, როცა მას ეს დაემართა, ანუ პირიქით მოეთხოვებოდა, რომ პირიქით საკუთარ თავთან მარტობაში მოსულიყო ჰარმონიაში და პარტნიორი არ ყოლოდა, მაგრამ ეგეც, ანუ იმ წლის კარმაც მოკლედ ვერ შეასრულა, ვერ გაიარა და აქედან გამომდინარე უკვე
მოხდა ის რაც მოხდა და სხვათა შორის ეს რაც მოხდა მინდა გითხრათ რომ აი რეტროგრადული მერკურის პერიოდში მოხდა და ეს არის რეტროგრადული მერკურობის კარმულობა ხო რომ ანუ იმ თემატიკაში მოა ყველა ადამიანთან რაღაცა კანონზომიერება რა კარმაც აქვს ადამიანს და იმ სფეროს ესე ვთქვათ აი განვლილი რამდენად შეასრულე თუ ვერ შეასრულე ამის ესე ვთქვათ მიზეზშედეგობრიობას გვაძლევს მოკლედ ეს არის დიანა იყო კირჩხიბის გავლენებით, მაგრამ უფრო ძალიან დიდი დოზით არის გამოხატული მერწყულის გავლენები დიანას ჰოროსკოპში, მთვარეს ყავდა მერწყულში, აი ეს სიჯიუტე, თავისუფლების მოყვარეობა, დაუმორჩილებლობა, ანუ ესეთი იყო დიანა და შესაბამისად, ანუ ვერ ასრულებდა აი ამ თავის მისიას, რაც არის ის, რომ მხოლოდ შენ სისხლით ნათესავებზე, მხოლოდ შენ შვილებზე იზრუნე და ვინც ყავს მხოლოდ ისინი არიან, ანუ შენი გვარის გამგზავრებლები და ზოგადად ოჯახი, ხო? მაგრამ ეს რატომღაც ვერ შეასრულა და მაინც სულ უნდა ხოლმე რომ ჩვეულებრივ ადამიანი ყოფილიყო და სხვათა შორის დიდარ ადამიანებს აქვთ ყველას ესეთი კარმა, ხო? ანუ სიმდიდრის კარმა, ვისაც აქვთ, ესენი არიან და მდიდრები ვინც არიან ამ ინკარნაციაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წინა ცხოვრებაში იყვნენ ღარიბები. და არასოდეს არ ქონიათ აი ძალიან მდიდარ ადამიანებს, შეგიძლიათ კითხოთ, რომ მათ არასოდეს არ ქონიათ დიდი ფულის შოვნის არც სურვილი, არც ამბიცია და არც შეიძლება ჯეროდათ, რომ ესმე გამდიდრდებოდნენ. მაგრამ კარმულად არსებობს ეგეთი კარმაც, რომ ადამიანს ავალებს სიმდიდრეს, მაგრამ ეს კარმა ორივე შემთხვევაში მუშაობს სხვადასხვანაირად. აი ვისაც სიმდიდრე ევალება, შეიძლება ძალიან გაუჭირვოს, რომ აი ეს იყოს რაღაც მომენტში მამოტივირებელი, რომ ადამიანმა გონება რაღაცა ცოტა გამოძრავოს, ხო, ხელი ფეხი, რომ რაღაცა დიდი თანხები გამოიმუშაოს. მეორეს მხრივ, ანუ ძალიან ვისაც უჭირს ბავშვობაში, ეს არის მეორე კარმაც იგივეს იწვევს ზუსტად, როდესაც ადამიანი პირიქით დიდარი იყო წინა ცხოვრებაში და ამ ცხოვრებაში ევალება, რომ ჩვეულებრივი ადამიანის მისია შეასრულოს, ხო? ანუ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ხარ, ანუ კარმა ეუბნება და აქედან გამომდინარე უჭირთ ხოლმე ბავშვობაში. შესაბამისად, მოკლედ აი ეს არის დიანას კარმული ხაზი. რეალურად რაც მოხდა მის ცხოვრებაში, მოხდა ამიტომ შვილებთან უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ახლოს, მაგრამ შვილებთანაც აი ამ ემოციურ რაღაცა სიახლოვეს დიდად ვერ გრძნობდა, მაინც თავის თავისუფლება უნდა და მაინც ვერ აიგივებდა, ანუ ერთობას ვერ გრძნობდა ოჯახთან ერთად, ანუ თვითონ როგორც დამოუკიდებელ ადამიანად აღიქვავდა თავს და თვლიდა, რომ თავისუფლების უფლება ქონდა და თვლიდა, რომ რადგან იქ დაიბადა, ვალდებული არ უნდა ყოფილიყო, რომ ანუ მათი საქმეები გაეგრძელებინა. მაგრამ ისე სხვა რაღაც ქონდა და ზუსტად აი ეს იყო, რამაც რეალურად დაარტყა მას და ამან გამოიწვია რეალურად, ანუ ესე ვთქვათ, ასტროლოგიური ახსნით, კარმული ახსნით დიანას გარდაცვალება. მადლობა მეგობრებო, 30 ოქტომბერს გვექნება live chart ორაკულის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩემთან ერთად. მე გემშვიდობებით ზეგამდე. ნახვამდის თუ რამე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ რომ დამიკომენტაროთ და გაგცემთ კონკრეტულ პასუხებს, ვისაც უფრო სიღრმისეულად აინტერესებს. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ვიყავით ჩემთან ერთად.